ხით გააპროტესტებენ ამ კონსტიტუციის მიღებას, მათ შორის მანახსენა ქუჩის აქციები. აი ამ დეტალებს გავარკვევთ ჩვენ ნიკა მელიასთან. ბატონ ნიკა, მოგესალმებით. იქედან გამომდინარე, რომ ველოდებოდით საპარლამენტო სხდომის სიგნალს, ჩვენ გაგვეწელა სტუმრებამდე მისვლა, ამიტომ პირველი სტუმარი ხართ თქვენ, რომელიც ჩაგვერთვებით. თქვენი თქვენ პარლამენტის შენობაში ყოფნა ნიშნავს თუ არა, რომ თქვენ რამე ფორმით პროცესში ჩაერთვებით, თუ თქვენ პროტესტს გამოუცხადებთ სხდომას. ჩვენ არამედ ნებისმიერი ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანის და მოქალაქის ვალდებულებაა, რომ დაიწყოს ძალიან მძლავრი საპროტესტო, ასე თქვათ, მუხტის შექმნის, ასე თქვათ, არათუ მცდელობა რეალურად ხორცის შესხმა დღეიდან, იმიტომ რომ ქართული ოცნება რას აპირებს? არათუ ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას, არამედ კლანური კონსტიტუციის მიღებას. კონსტიტუციის მიღებისას კონსტიტუცია როგორც ძირითადი სახელმწიფო კანონი. ეს ახლა არ არის რიგითი კანონი. აი ამ სახელმწიფო ძირითადი კანონის მიღებისას, როდესაც არ არსებობს ელემენტარული თანხმობაც კი მის გარშემო, არც საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, არც პარტიებს შორის, არც ასე თქვათ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიღებულია პოზიტიური დაცვა. ქართული ოცნება ამ პროცესში არის მარტო. და როდესაც ასეთ პროცესს აქვს ადგილი და ხელების გადაგრეხვით მაინც აპირებს ქართული ოცნება მიიღოს აი ეს კლანური კონსტიტუცია, რითიც უსპობს და ართმევს უფლებას საქართველოს მოსახლეობას, რომ ოდესმე მომდევნო წლებში გადაირჩიოს მან, ანუ მოსახლეობამ, ძველი მთავრობა და აირჩიოს ახალი ხელისუფლება. ბუნებრივია, ქართული ოცნება უბიძგებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც როგორც არასოდეს ამ საკითხში არის ერთსულოვანი, მაქსიმალური საპროტესტო, ასე თქვათ, შესაძლებლობები გამოიყენოს. ის რომ შეთანხმდა ქალბატონი ბესელი მატერიალთან, ეს არის კუბო მიიტანეს აქციაზე პარლამენტის შენობის გარეთ, ეს რომელიმე პარტიის, ესე ვთქვათ, ინიციატივა იყო, ან თქვენი თუ ესე ვთქვათ ჩვენი კუბო ნამდვილად არ არის ნაცკოცური, არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ნაცკოცური დემოკრატია აწერია, ეს თქვენი არ იქნება. ერთი წუთით არ ვიცი, ვერ გეტყვით, აზრს დავასრულებ. კი ბატონო. შეიძლება, როცა სტუდიაში ვარ, თანამოპირობებში ვარ. აი ამის ბაზრი ისე თქვას მინდოდა. ქალბატონი ენზემა მაჭავარელი რო შეთანხმდა ქალბატონ ბესელიასთან, ეს არის თანხმობა მათ შორის. ბატონი კობიაშვილი რო შეთანხმდა ბატონ კავაძესთან, ეს არის თანხმობა ამ ორ ადამიანს შორის. ბატონი პაპუაშვილი რო შეთანხმდა ბატონ ქანთარიასთან, ეს არის თანხმობა მათ შორის. აქ სად არის ეროვნული თანხმობა? არავინ არ არის თანახმა იმისა, რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს. და ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდება პირველ რიგში აი ამ დეპუტატებს. ამ დეპუტატებს რა გონიათ, რომ ერთგვარ დიქტატურას ამყარებენ დღეს, დიახ, როდესაც შენ ქვეყნის მოსახლეობას ართვევ უფლებას, რომ გადაირჩიო ეს ხელისუფლება ოდესმე რომელიმე არჩევნებზე, ხო? საპარლამენტოზე განსაკუთრებით. ეს არის დიქტატურა, მაგრამ თუ გონიათ, რომ ესენი ამით რაღაცა, ასე თქვა, იმუნიტეტს იძენენ ეს დეპუტატები, არა. ქართული ოცნება თავისუფლებას აძლევს, იმიტომ რომ ეხლა ყავს საკმარისი, ასე თქვა, დეპუტატები, რომ ეს კონსტიტუცია გაიტანოს, მაგრამ კიდევ საკითხავია, აი ეს ქართული ოცნების დეპუტატები, აი ამ დიქტატურის პირობებში ხვალდაზე მოძავადეები გახდებიან თუ თავად გახდებიან მსხვერპლი. მე გეუბნებით, რომ თავად ნაწილი მათგანი გახდება მსხვერპლი და მიხვდებიან ხვალდაზე, რომ უნდა დადგნენ ჩვენთან და ჩვენთან ერთად იდგებიან ნაწილი მათგანი აქციაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთი ადამიანის ნებას სურვილს და ამას თუ დღეს კიდევ ჩვენ ვერ ხვდებით. თუ ვერ ვაცნობიერებთ რა პროცესებს დაუდო ბიძინა ივანიშვილმა სათავე, ბუნებრივი არის, ნუ ასეთ ადამიანებთან საუბარის, ასე თქვა, ზედმეტობა და მადლობა ღმერთს. ბატონ ნიკა, ასეთი შერეული სისტემა დაემონოს. ბატონ ნიკა, ასეთი შერეული სისტემა არსებობდა, ვიდრე ის გადავა მთლიანად პროპორციულზე 2024 წლისთვის, არსებობდა 2012 წელს, როდესაც დამარცხდა ხელისუფლება. ანუ ეს პროექტი წყალი არ ვნაყოთ წყალი, თქვენი შემოგე არ ვნაყოთ წყალი. არა, მე გეკითხებით, ეს პროექტი არ ტოვებს ხელისუფლების შვიდობიანი შეცვლის საშუალებას? რა თქმა უნდა, არ ტოვებს, ალბათ, ამიტომ დიემის წინაშე თქვენ გონიათ ეს ქართული ოცნების ეს დეპუტაცია ვერ ხდება, რომ წარმოუდგენელ რაღაცაზე უნდა აწვიონ დღეს ხელი, მაგრამ ვინ ეკითხება მათ?
ეხლა ესე გეუბნებიან რომ 2020 წლისთვის მოდით ესეთი კონსტიტუცია დავტოვოთ და 2020 წელს ვიფიქროთ რომ 2024 წლისთვის გავაუმჯობესოთ რა დღეს რა უშლის ხელს რომ გავაუმჯობესონ ამიტომ ერთადერთ გამოსავალს უტოვებს ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი და დასრულდება ძალიან ცუდად ბიძინა ივანიშვილისთვის იმიტომ რომ ხალხთან აიქრობაში და ორთაბრძოლაში მე არ ამახსენდება არც ერთი რეჟიმი სოფლის ისტორიაში და არც ერთი მით უმეტეს ასე ვთქვათ ხელისუფლება ნახევრად დემოკრატიული ვითომ თუნდაც რომელიც გამოსული იყოს გამარჯვებული რასთან გვაქვს საქმე ეხლა ჩვენ გვაქვს ბატონიკა ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან თქვენი პროტესტის რეზერვში თქვენთან მე რა გექნებათ იმიტომ რომ დღეს რომან გოცირიძე მათ შორის ქუჩის აქციები ახსენა ეს არის ბოლო კითხვა და შემდეგ ირაკლი კობახიძეს მოусმინოთ რას ეთქვის ის გოცირიძე კი არა ქაბატონო დიანა დიახ რომან გოცირიძე კი არა მე კი არა ჩვენი მეგობრები კი არა ყველას ვალი არის ეს და ეს ასე იქნება დღეს როდესაც ქვეყანაში 60% არის უმუშევარი 50% არის შიმშილი ზღვარს ბუნებრივია მათთვის შეიძლება აი ეს დღევანდელი დღე საკონსტიტუციო ცვლილებები რომელიც ერთის მხრივ ჟღერს რაღაცა საინტერესოდ ხო შეიძლება რა თქმა უნდა იყოს მეორე ხარისხოვანი იმიტომ რომ დედამ არ იცის შვილს რა აჭამოს და მამამ არ იცის როგორ მოუაროს მაგალითად ავატყობ დედას ხო მაგრამ ხვალ და ზეგ დამიჯერეთ ეს ადამიანების მიხვდებიან რა დღეში ხდება ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა კონსტიტუცია ასეთი სახით რომ მიიღება ეს ნიშნავს რომ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და ყველა გაჭირებული შეჭრებული ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება ამიტომ თქვენი ვალიცა და მე დარწმუნებული ვარ ყველა ჟურნალისტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ფარდა აიხადოს რაც შეიძლება აი კლანურ ივანიშვილის რეჟიმს და დანარჩენი ჩვენი პოლიტიკური პარტიების ვალდებულება რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვახერხოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ქუჩაში რათა დავანახოთ ხელისუფლებას და კერძოდ ბატონ ივანიშვილს რომ ეს უბრალოდ მას არ გაუვა. დიდი მადლობა ეხლა უნდა შევიდე და გასაგებია ჩვენც უნდა მოусმინოთ ეხა ირაკლი კობახიძეს მადლობა